ორი გარდაცვლილი და ორი დაკარგული ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე მუშაობს. გრძელდება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების ეროვნული გვარდიის სამმართველოს ყოფილი შენობა დღის პირველ საათზე ჩამოინგრა. დაზარალებულების და გარდაცვლილების შენობის რეკონსტრუქციაზე მომუშავე მუშები არიან, რა მოხდა ორთაჭალაში და რატომ ამოწმებენ სამართალდამცველები შეპესე ალის ნახეთ ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტი. ორი გარდაცვლილი, რამდენიმე დაშავებული და ჩამონგრეული შენობა. უბედური შემთხვევა თბილისის ცენტრში ზუსტად დღის პირველ საათზე მოხდა. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი 8 სართულიანი შენობა, რომლის შუა ფლიგელით ჩამოინგრა, ამჟამად საჯარო რეესტრის კუთვნილებაა. შენობაში გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეპესე ალიზი აწარმოებდა. გარდაცვლილებით სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. ორ მათგანს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნი არის ორი ადამიანი, სამწუხაროდ ისინი არიან გარდაცვლილი და მინდა მიუსამძებრო მათ ოჯახებს. სავარაუდოდ კიდევ უნდა იყოს ან ერთი ან ორი ადამიანი, რამდენადაც დიდი მასა არის ნანგრევების დასრული სამუშაოები არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, ალბათ გარკვეული პერიოდი დაგჭირდება გაწმენდით სამუშაოების დროს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოთ, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს სამაშველო სამძებო სამუშაოების დასრულება. რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე შეიძლება მსჯელობა მას მერე, რაც კომპეტენტური ორგანოები ჩაატარებენ მოკვლევას და დაადგენენ ტრაგედიის მიზეზს. სამაშველო სამსახური ნანგრევებში მოყოლილ ორ მუშას ამ დრომდე ეძებს. თუმცა ნგრევის მასშტაბურობა მათ ძებნას ართულებს. შანსი იმისა, რომ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები ცოცხლები იყვნენ, თითქმის აღარ არსებობს. ძმა არის და მეუღლე ჩემი. დარწმუნებით იცით შეგნით არის? დარწმუნებით არ ვიცი ახლა ვინები დაწარებდნენ, მაგრამ ძმა და ჩემი მეუღლეა. ხო არ გიცდიათ უშეხმიანებული ტელეფონი? კი, დილას დაურეკე 1-6 არ მივეცი, მაგრამ მაგენი იხდიან ხოლმე, მგონი და ცალკე იცვლიან ხოლმე და არ ვიცი ახლა. ანუ იმის მერე არ ქონიათ კონტაქტი? არა, დილით 9 საათის მერე არა. დადგენილია ისაც, რომ 4 ადამიანია დაღუპული, ნუ ორი ნაპოვნია და ორზე არ ვიცი ჯერ ვეძებთ, მაგრამ საერთო ჯამში არის 4 ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რა ყველანაირი ტექნიკა მობილიზებულია, სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. კომპანია ალისში, რომელიც შენობაში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, სამართალდამცავები შევიდნენ. ისინი ამ დრომდე ამოწმებენ კომპანიის დოკუმენტაციას. შენობის ჩამონგრევიდან რამდენიმე წუთში დაკითხვაზე წაიყვანეს შეპესე ალიზის დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძეც. ამიტომაც ეს ძალიან გამოცული მშენებლები არის, სერიოზული მშენებლები. დიდი ხნის სამუშაო სტაჟი და საშენებლები. ტენდერებში ხდებოდა გამარჯვებით ეს. ალბათ, ეხლა თავიანთ საქმეში ჩვენ ვინ ჩაგვაფრთხებს, თავიანთ საქმეში. გულიას 3-ში მდებარე შენობა საჯარო რეესტრს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. შენობაში რეესტრის ეროვნული სააგენტო უნდა განთავსებულიყო. შიგნიდან იყო აბსოლუტურად განაგვიანებული, გაუგებრებული. მინდოდა მის გასუფთავება. თვითონ ამ შენობაში უნდა განხორციელებოს შიდა სარემონტო სამუშაოები. არანაირი არ კედლების მონგრევა და ისეთი დაგეგმილი არ იყო და არ იყო გახვალისწინებული. საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გრევის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.